რთული არ არის პრინციპში ამის დანახვა, რომ ხელისუფლება ებრძვის სწორედ სოციალური თანადგომის ქსელს, თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რთული არ უნდა იყოს ამის დანახვა, მაგრამ ხელისუფლება, თუ შეიძლება ასე ითქვა, შესულია ავტორიტარიზმის ეშხში. ის პრინციპში კარგახანია უკვე გადაიქცა, ასე ვთქვათ, სადამსჯელო მექანიზმების ინიციატორად და შემომტანად ქართულ საზოგადოებაში და ეს მექანიზმები არის მრავალფეროვანი, რომ ჩამოვთვალოთ საეთერო დრო არ გვეყოფა ამისთვის და ხდება აი ამ მექანიზმების უფრო გამრავალფეროვნება და საბოლოო ჯამში ჩვენ ხედავთ დღეს ხელისუფლებას, რომელიც არაფერს არ ავითარებს პოზიტიური თვალსაზრისით, არამედ მხოლოდ ჯის, იმიტომ რომ გაიმყაროს ძალაუფლება. ამდენად შესაძლოა ხელისუფლება ამას ხვდება, მაგრამ იმდენად არის შესული აი ამ ავტორიტარიზმის ბორბალში, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ ლამის ინერციით მიყვება პრინციპს, რომ ჩემთან არ არის, ის ჩემი მტერი. ბატონო იაგო, აი ავიღოთ კონკრეტული მაგალითები, უпростоრად სურათი აღწეროთ სცემეს ადამიანებს, ისინი მაინც გამოდიან ქუჩაში. მერე დაიწყეს ჯარიმების გამოწერა, ისინი მაინც გამოდიან ქუჩაში. მერე სახლში მიაქვთ ეს ჯარიმები პოლიციელებს და უკვე არ ვიცი ვის რამდენი დაუგროვდა, ძალიან დიდ თანხებზე ავიდა, ისინი მაინც გამოდიან და თან საზოგადოება მოიფიქრა, რომ მოდი ერთმანეთს დაუდგეთ მხარში და ერთმანეთი გადავარჩინოთ, რომ ეს წნეხი შევამსუბუქოთ რაღაცნაირად. გამოდის რომ არც თლად ისეა თურმე საქმე, როგორც ცდილობს რეჟიმი წარმოაჩინოს, რომ აი იარონ კი ბატონო და ბიუჯეტს ავსებენ ამ გზით, ყობახიძის ფრაზა იყო ეს. ანუ გამოდის რომ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. აი რუსთაველის გადაკეტვა თუ სხვა ფორმები, რომელსაც საზოგადოება მიმართავს. თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას, რომ იქ იქმნება პოლიტიკა სინამდვილეში რუსთაველზე და რეჟიმს ძალიან უშლის ნერვებს ეს ყველაფერი. ცხადია ვეთანხმები იმას, რაც თქვენ ბრძანეთ, ვახო საქმე ის არის, რატო ამკაცრებს ხელისუფლებამ და სადამსჯელო მექანიზმებს, იმიტომ რომ ის მექანიზმები, რაც უკვე შემოიტანა, არ აღმოჩნდა იმ ეფექტის მქონე, რასაც ხელისუფლება ელოდა. დასჯის მექანიზმებმა საზოგადოება ვერ გააჩუმა, მეტიც, ასე ვთქვათ, საზოგადოების უკურეაქცია გამოიწვია და პრინციპში გაახანგრძლივა ის პროტესტი, რომელსაც ჩვენ უკვე 3 თვეზე მეტია ვხედავთ რუსთაველზე. ანუ რაც უფრო ხისტი ხდება ხელისუფლება, მით უფრო ასე ვთქვათ მედგარი ხდება თუ მედეგი ხდება საზოგადოება და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ სადამსჯელო ოპერაციაში, რომელიც უკვე ჰუმანიტარულ მიზნებს ურტყამს, საზოგადოების ჰუმანიტარულ მიზნებს ურტყამს, მე ვგულისხმობ სოლიდარობის ფონდების, აი ამ 5 ფონდის დახურვას, არა მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ამ თვალსაზრისითაც ექნება ისეთ ჯეროვანი რეაქცია და აუცილებლად მოძებნის ალტერნატიულ გზებს იმისთვის, რომ იგივე მისია აი ეს არის საინტერესო, ანუ ხელისუფლებისთვის თანადგომა, სოლიდარობა გახდა უზარმაზარი პრობლემა, მაგრამ პრიმიტიულ დონეზე მაინც ის რა თქმა უნდა ალბათ ფიქრობს, რომ მოდი ახლა მე ამ ფონდებს რაღაცნაირად დავხურავ, პრობლემა შევუქმნი, მაგრამ აი ძალიან პრიმიტიულად ის ხო ხდება, რომ რაღაც ალტერნატიულ გზას მონახავენ, მაგრამ მაინც დგამს ამ ნაბიჯს. რატომ? ეს პირიქით არ გააძლიერებს საზოგადოებას, აი მე ბრძვი დახურე, მაგრამ მე მაინც გავხსნი ახალს და იქ დავიწყებ დახმარებას თანამოქალაქეებს. მაგრამ სწორედ აქ არის ასე ვთქვათ ავტორიტარიზმის ბედისწერა, თუ შეიძლება ასე ითქვას, აქ უნდა დავინახოთ ავტორიტარიზმის რომ ვერ ჩერდება, რომ ვერ ჩერდება, რასაკვირველია, იმიტომ რომ ნებისმიერი კომპრომისი, საზოგადოებისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ხელისუფლებას ჩაერთვებას ისუსტეთ და ამით შეფერხდება, ასე ვთქვათ, მისი სრული სვლა ავტორიტარიზმისკენ. ანუ აი ლამის, ასე ვთქვათ, მექანიკურ ჯაჭვშია ახლა ხელისუფლების ავტორიტარული მადა ჩართული, თუ შეიძლება ასე ითქვას და ამ გზაზე ის უშვებს შესთომებს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა თავადაც აცნობიერებდეს ამ შესთომებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მას სხვა გამოსავალი არჩება. იცით რა, ვახო აი თვალი გადავალოთ იმ საქართველოს უახლოეს ისტორიას, სულ 2 წუთს დავიჭერ, ან 1 წუთს, ესე იგი 91 წლის შემდეგ
ჩვენმა საზოგადოებამ დააგროვა სოციალური თანადგომის უნიკალური გამოცდილება შეიძლება ითქვას და სოციალური ქსელები ყოველთვის იყო საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყოველთვის იყო კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი ძალიან ეფექტიანი მექანიზმი. ჩვენ გვახსოვს 90-იანი წლები, რომელიც განსაკუთრებით მძიმე იყო საქართველოსთვის, თუნდაც სიღარიბის ან შიმშილობის თვალსაზრისით, მაგრამ ერთ მომენტს მივაქციოთ ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბის და ეკონომიკური გაჭირვების მასშტაბი, მაგალითად 90-იან წლებში ძალიან დიდი იყო, ხალხს არსებო წყარო არ ჰქონდა, ჩვენ არ გვყოლია სტატისტიკა მას ამბობს შიმშილით გარდაცვლილი ადამიანები. რატომ? იმიტომ რომ ამუშავდა სოციალური თანადგომის ქსელებით. როდესაც მეგობარი მეგობარს აქცევს ყურადღებას, მეზობელი მეზობელს, ნათესავი ნათესავს უცნობი უცნობ ადამიანს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია. კრიზისების დაძლევა სწორედ სოციალური თანადგომის ქსელის მეშვეობით და ეს არის შეიძლება ითქვას საბაზისო სოციალური ან კულტურული უნარი, რომელიც ადამიანს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მან გადაწყვიტა, რომ ის მეორე ადამიანისთვის მგელი კი არ არის, არამედ მეორე ადამიანის მეგობარი. იცით, აი თქვენ ზუსტად აი ამ სიტყვას იყენებთ, ჰუმანიზმს. ცენტრალური სიტყვა თქვენს ტექსტში არის ეს. აი ახლა კარგადაც განმარტეთ ეს უფრო ვრცლად, მაგრამ გამოდის ასეთი რამ, ჰუმანიზმი ერთმანეთისადმი თანადგომა, რამაც გადაარჩინა ეს ქვეყანა, უნდა გაიყოს პოლიტიკური ნიშნით. ანუ ივანიშვილი ამბობს, რომ ჩემი იარაღია მე თქვენ დაგყოთ პოლიტიკური ნიშნით და დავანგრიო ეს ჰუმანიზმი. რამდენად შეიძლება ამ ჰუმანიზმს მოერიოს ეს პოლიტიკური დაყოფა? იცით, ეს ძალიან რთულია. მე ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში შეუძლებელია იქამდე, სანამ არ მოხდება საზოგადოების ატომიზაცია და ჩვენ ამ დაშლა განაწევრება და სადაც ადამიანებს აი ეს საბაზისო სოციალური უნარი არ გაუქრებათ, მაგრამ ძალიან რთულია ეს გააქროს საზოგადოებაში, მით უფრო როდესაც მას ზურგს უმაგრებს ამხელა სოციალური და კულტურული გამოცდილება. მაგრამ თუ ვეტყვი რომ იცით შენი გადარჩენა, ანუ ჩემს მომხრეებს ან ვინც გავაჩუმე თუ ვეტყვი რომ შენი გადარჩენის გზა გადის იქ რომ შენ ახლა ეს ჰუმანიზმი უნდა დაანგრიო, იმიტომ რომ ამით მე ვინარჩუნებ ძალაუფლებას და შესაბამისად შენც იმ სიკეთეებს რომელსაც მე გაძლევ ეს აქ ერთი მომენტია, ხო, ესე იგი ამ სოციალური თანადგომის ქსელი ხელისუფლებამ რომ ჩაანაცვლოს, მას ჭირდება რომ ჩადგეს, ასე ვთქვათ, ხალხის სამსახურში თუ შეიძლება ასე ითქვას. მას მოუწევს რომ დაძლიოს ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები, რომელსაც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები 30 წლის განმავლობაში მუდმივად აჩვენებს. ეს არის სიღარიბე, უმუშევრობა და ასე შემდეგ და რომელიც ახილებს სისქუსლია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის და ამ ხელისუფლებისთვისაც და 12 წლიანი ხელისუფლების 12 წლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ მან ეს საბაზისო სოციალური პრობლემები ვერ გადაჭრა. ამიტომ მისი დაპირება, რომ არ გინდათ სოციალური თანადგომის ქსელები და მე დაგეხმარებით, დარჩება ჰაერში გამოკიდებული და ბუმერანგივით დაუბრუნდება ეს ხელისუფლება. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რა თქმა უნდა, გუშინ ჩვენ მქონდა ჩართვა იმ ადამიანთან, რომელსაც დაეხმარა ნანუკას ფონდი შვილის გადარჩენაში, რომელსაც დასჭირდა 200,000-ზე მეტი თანხა, 100,000 იყო, ასე ვთქვათ, საბაზისო თანხა, რომელიც ნანუკას ფონდმა სთხოვა ჩვენს მოქალაქეებს და მოგროვდა ორჯერ კი არა, სამჯერ მეტი თითქმის. ასეთი არაერთი მაგალითი. კი და ამ ადამიანის შვილის გადარჩენა მოხერხდა მისი მკურნალობა საზღვარგარეთ და მან თქვა, რომ მე სულ რაღაც $10,000 დამეხმარა სახელმწიფო და ეს არაფერში მეყოფოდა, დამეხმარა ჩემი ხალხი იმ თანხის მობილიზაციაში, რომელიც ჩემი შვილის გადასარჩენად იყო საჭირო. ანუ ხელისუფლება, თქვენ რასაც ამბობთ, ვერ ჩაანაცვლებს იმას. შეუძლებელია ჩაანაცვლოს, რაც არ უნდა, თუნდაც ასე ვთქვათ, სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული ხელისუფლება ყავდეს, სოციალური თანადგომის ქსელი საზოგადოებას ჭირდება განახლებისთვის, შეკავშირებისთვის და ასე შემდეგ და ეს ღირებულება, ჰუმანიზმის ღირებულება, რომელიც ჰუმანიზმი არის, ასე ვთქვათ, სოფხედელობა თუ პოზიცია თუ პარადიგმა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანზე, როდესაც ადამიანია, ცალკეული ადამიანია უმაღლეს ღირებულება და განსაკუთრებით ორიენტირებულია ის ადამიანზე, რომელსაც დახმარება სჭირდება. ანუ
დაჩაგრულ ადამიანზე ან შეჭირვებულ ადამიანზე და ეს უნივერსალური ღირებულებაა იმ თვალსაზრისით ჰუმანიზმი, რომ ის არ არჩევს ადამიანებს პოლიტიკური აფილაციის მიხედვით, არ არჩევს იდეოლოგიების მიხედვით და ჩვენ ნახეთ ხო აი თვითონ ანუკა მაჩვენა ერთ მაგალითი რომ ის დახმარებია ადამიანებს, რომლებიც ქართული ოცნების მომხრეებიც იყვნენ დასაკვირველი. ახო ერთ რამეს გავამახვილებ ყურადღებას მინდოდა მე თქვა და არ მინდა დამავიწყდეს. ჩვენ სულ სვამთ ხოლმე შეკითხვას, რატო არ იმუშავა ეგრეთ წოდებულმა რუსულმა კანონმა, ანუ აგენტების კანონმა. რატო არ ამოქმედა ეს ხელისუფლებამ და რატო მოუწია მას, ასე ვთქვათ, შემოიტანოს ახალი ფარას კანონი და წაიღოს ის კანონი, ასე ვთქვათ, გაიწვიოს ის კანონი აი ამ გზით, ხო? ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ ეს, რომ ხელისუფლება მიხვდა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რეგიონებში სწორედ მოქმედებენ პრინციპით, რომ ხალხი ეხმარება ხალხს და ამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაწიოკება სწორედ ჰუმანიზმის წინააღმდეგ აი ამ ჰუმანიზმის დასანგრევად კიდევ რა საკითხი შემოაქვს აი ამაზე მინდა გთხოვოთ კომენტარი მანამდე გავუშვებთ ერთ სიკრონს, თუმცა მცირე შესავალი მაინც ვატო შაქარიშვილი, რომლის მიმართვის საფუძველზეც გენერალურმა პროკურატურამ საქველმოქმედო ფონდების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და მათ ანგარიშები დაუყადაღა. გუშინ Facebook Live-ით გამოეხმაურა ამ ფაქტს და გამართლება შემოგთავაზა შაქარიშვილს ეჭვია არეპარება, რომ მისი განზრახვა დიად მიზანს ისახავს, რაც საქართველოში უცხო ქვეყნის აგენტურის გამოვლენაში გამოიხატება, ის დარწმუნებულია, რომ ჩვენს ქვეყანაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დიდ კვალს, დიდ ქსელს და მის კვალს მიაგნო. მოვისმინოთ ახლა ეს კომენტარი და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. ეს არის აგენტების დანაშაულებრივი ქმედებები, აგენტურული ქსელი, რომელიც უცხო ქვეყნებმა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა და მათ დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა წლების განმავლობაში აშენეს საქართველოში იმისათვის, რომ შესაბამის დროს ის გამოეყენებინათ მათი ბინძური ინტერესებისათვის. აგენტურულ ქსელს უნდა გამოეცალოს ყველა ბერკეტი, ჩვენ რომელსაც ისინი იყენებდნენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის მშვიდობის წინააღმდეგ და ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე გამოძიება შეექნება კიდევ სხვა ღონისძიებები და გამოვლინდება მთლიანად ეს ქსელი, როგორც გითხარით. ძალიან ფართოა ეს ინფრასტრუქტურა, ძალიან დიდია ეს მანქანა, რომელსაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებია. ეს პირი ახლა თავისი მოსაზრებებით დიდ არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ის გამოხატავს იმ პოზიციას, რომელიც აქვს რეჟიმს და აი თემები, რომლითაც შეიძლება დაყონ საზოგადოება და გაამწვავონ ეს ყველაფერი არის შემოტანილი, რაღაც დიადი მიზანი. მშვიდობა ახსენა ისევ და ახსენა რაღაც შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომლითაც აი ძალიან გვაგონებს ყველას 30-იან წლებს ხო რაღაცას დააბრალებ ადამიანს, რაღაც დიდ შეთქმულებას და შემდეგ მას ანადგურებ. აი ასეთი თემები როგორ მოახდენს გავლენას? ვიცით რა ეს რას ახალად შაქარაშვილი ამბობს, ეს არ არის ახალი, ამას ჩვენ ვისმენთ ბოლო სულ მცირე 2 წლის მანძილზე. და ის რასაც აგენტურულ ქსელს უწოდებს, პრინციპში არის სოციალური თანადგომის ქსელი. სოციალური თანადგომის ქსელი იმიტომაა ხელისუფლებისთვის საშიში, რომ ის არ არის მიბმული ხელისუფლების ნებაზე. ანუ ის არის ავტონომიური, დამოუკიდებელია თავისი სულისკვეთებით და მოქმედებს ისე, რომ მას ხელისუფლების კონტროლი ან ხელისუფლებისთვის მიმართვა ან ხელისუფლების ზედამხედველობა არ სჭირდება. და ავტორიტარულ ხელისუფლებას ნებისმიერი პროცესი, რომელიც მიდის საზოგადოებაში მისგან დამოუკიდებლად, მისი მონიტორინგისგან მისი ზედამხედველობისაგან დამოუკიდებლად აღელვებს და გონია, რომ მტრებთან აქვს საქმე, მტრების, ანუ აგენტების კავშირთან აქვს საქმე. ეს არის ჩვეულებრივი ლოგიკა, ავტორიტარიზმის, დიქტატურის ლოგიკა, რომელიც მსოფლიოს არაერთხელ უნახავს და მათ შორის საქართველოსაც აი მავად სახსენებელოს და დიახ, და აი ჩვენი საუბრის მიწურულს ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, ჩვენ ვისაუბრეთ ავტორიტარიზმის ტრაექტორიაზე და ის რომ მას გაჩერება არ შეუძლია. ახლა როდესაც მან დაგეგმა ეს ყადაღის დადება და ამ ორგანიზაციების გაუქმება,
ვახსენეთ, რომ ძალიან პრიმიტიულადაც რომ მიუდგნენ ორგანიზატორებს უნდა შეუქმნან მაშინ პრობლემა, იმიტომ რომ იციან რომ სხვა ორგანიზატორები შეიძლება გამოჩნდნენ და ეს საქმე გაგრძელდეს, რაც მათთვის პრობლემა იქნება. ამიტომ აქაც უნდა დააშინონ სხვები, რომ არ გაეკაროთ ასეთ საქმეს. ანუ საფრთხე იმისა, რომ ვიღაცები დააპატიმრონ ან რამე სხვა დამატებითი პრობლემები შეუქმნან, არის რეალური, ვფიქრობ. დიახ. ეს არის რეალური, ოღონდ ასეთ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება წინააღმდეგობა საზოგადოებაში და მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება არის ავტორიტარიზმის ისეთ ჯაჭვში ჩართული, რომელიც მასვე ანადგურებს, ან მასვე აღჭავს. ოღონდ ერთი დათქმით და ერთი პირობით ხელისუფლების ავტორიტარიზმს აუცილებლად ჭირდება საპირწონე და საპირწონე არის ადამიანები, არის პროტესტის აქტიური გამოხატვა, მასშტაბური გამოხატვა, უწყვეტი გამოხატვა, რასაც ჩვენ თვეების მანძილზე უკვე უყურებთ და შეუძლებელია რომ ავტორიტარიზმის აი ამ ბრუტალურმა ჯაჭვმა თვითონ ხელისუფლება არ დააზიანოს.